გამარჯობა მეგობრებო, ქართული კალათბურთის ხმა გრძელდება და ცოტა დიდი პაუზა გამოგვივიდა, მაგრამ ამას გარკვეული მიზეზები ჰქონდა. ერთი გადაცემა, რომელიც ჩავწერეთ გიორგი კორსანტიასთან, გამოვიდა ის, რომ ხმა გაგვიფუჭდა, თუმცა დღეს ყველანაირი პრობლემაა. კი და ამ ყველაფერს ვასწორებთ. გიორგი პავლეშვილი დღეს არ ყავს, ვიქნები მე, გადაცემა პოდკასტის თანაწამყვანი, თორნიკე გიორგაძე ტრადიციულად ორბის პრეზიდენტი და დღეს ყავს წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, სტუმრად სანდრო სანაძე. სანდრო, მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან. ძალიან კარგი სეზონი გქონდა და უპირველეს ყოვლისა გილოცავ ბრინჯაოს მედლის მოგებას და დავიწყოთ იმით უპირველე რომ როგორ შეაფასებდი ზოგადად სეზონს მარგვეთისთვისაც და ისედაც რეგულარული სეზონს რო ვილაპარაკოთ. რიგში რა თქმა უნდა მადლობა მოწვევისთვის და რაც შეეხება სეზონს რეალურად დამაყრდნი სეზონი გამოვიდა, იმიტომ რომ როდესაც მედალს იღებ, უკვე ესე იგი რაღაც საქმე გაკეთდა, შესრულდა. თავდაპირველადაც როცა შევიკრიბეთ, რეალურად მიზანი ჩვენთვის ეგ იყო, რომ 4 ხელში შევსულიყავით პლეი-ოფში და გუნდმა ეს გააკეთა. პროცესში გრძნობდით, რომ შეიძლებოდა უფრო მეტის გაკეთებაც და ამიტომ მთლიანად კმაყოფილი ვერ ვარ სეზონიდან, მაგრამ პოზიტიურად შეფასდება ყველა ვარიანტი მაინც რა ეს. მართლა ისე დაძაბული სერიებიც ვნახეთ ყველაფერი. რეგულარულში თუ იყო ეს რაღაც მომენტი, გუნდმა ძალიან კარგად დაიწყო პირველი წრე და რეგულარულის ბოლო ტურზე ჩვენ ეთერამდეც ვისაუბრეთ, იყო ერთი მომენტი, რითიც შეიძლება და მარტივი კალენდარი გქონოდათ. აი რაზე გწდება ყველაზე მეტად გული, რა შეიძლება და რეგულარულში მეტი ექნა გუნდს. ნუ კი რეალურად ის ბოლო როგორც ვილაპარაკეთ, წეგან რომ მოგვიგო ის თამაში, რეგულარული სეზონის ბოლო თამაში საერთოდ სხვა ბადეში ხვდებოდით. თუ ისე მორჩებოდა რა თქმა უნდა ჩვენს შემდეგ ისევ თამაშები, გავიდოდით მესამე ადგილზე და უფრო იოლი ბადე იქნებოდა. რეალურად ჩვენ აქეთ ბადეში ყველაზე რთული მეტოქეები შევხვდა ივერიონი, რომელიც სეზონის განმავლობაში ძალიან კარგი გუნდი იყო, ძალიან ღრმა გუნდი იყო და ქუთაისს ახლა ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და შესაბამისად ყოველთვის კარგი გუნდი ყავს. სამწუხაროდ აი მან დავმარცხდით უკვე და რაღაც ცოტა რესურსი არ გვეყო ალბათ, იმიტომ რომ 5-6 მოთამაშეზე გადადიოდა მთელი თამაში. და ეს 35-36 წუთი ითამაშო, ზოგი მოთამაშე 40 წუთს თამაშობდა, 3 დღეში 2 თამაში ძალიან რთულია რა. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო, რომ წავაგეთ ეს სერია სამწუხაროდ. მაგრამ ეგეც უნდა აღინიშნოს, რომ ესეც წელს გაკეთდა და პოზიტიური სიგნალი იყო ისეთი გუნდებისთვის, ვისაც გრძელი სკამი არ ქონდა, რომ დღე გამოტოვება და დასვენება შარშან ვითამაშეთ ზედიზე. სულ ესე იყო სუპერლიგაში ზედიზე იყო და ეგრე იყო და მოკლეს კამისთვის უფრო ბევრად რთული არის რა თქმა უნდა. ესეთი ძალიან დატვირთული თამაში რომ მიდის იქ კონტაქტიც ძალიან ბევრია, მაინც პლეი-ოფი ამ საჯებიც მეტი ემოციური და მეორე დღეს საკმაოდ დანგრეული ხარ რა, ხანდახან შეიძლება უცებ რო გაიგრძო ვერ წამოვდგე და ზოგადად აი ყველას უსვავთ ამ შეკითხვას ჩვენთან ვინც მოდიან შარშან ერთ-ერთი გამორჩეული სუპერლიგის სეზონი იყო მთლიანად რეგულარული ამ პლეი-ოფებიანად და წელსაც აი როგორ შეადარებდი უკვე შეგვიძლია ფინალის რამოდენიმე თამაშია დარჩენილი, ფაქტურად წლევანდელი წელიც გასულია და აი ეს ორი სეზონი რო შეადარო, რამე სხვაობას თუ ხედავ, არის უკეთესობა შეიმჩნევა თვითონ ზოგადად ლიგაში გაზრდილი არის დონე თუ ჯერჯერობით წინა და წლევანდელი სეზონი რო შევადაროთ, მაინც ვფიქრობ, რომ წელს უფრო დაბალანსებული სეზონი იყო, იქნება გამომდინარე, რომ წინა წელს მაინც ქუთაისს და თესეუ ძალიან გამოკვეთი ლიდერები იყვნენ. პირველ მეორეზე თითქმის ვერავინ ვერ ეცილებოდა რა და წელს და დელტაც ხო ალბათ. ხო და დელტა ექვსი დამალოს დელტაც შემადგენლობითაც ძალიან კარგი გუნდი იყო და მაინც აი ძალიან გამოკვეთილა და ეს სამი გუნდი იყვნენ, რომელიც აი პირველ მეორე მესამეზე გავიდოდნენ. და წელს აი მართლა აი ბოლო ორი ტურით ადრე არავინ ქუთაისი გამოიკვეთა ცოტა რომ აი პირველზე გავიდოდა, მეორედან რაღაც მე-7 ადგილამდე დაახლოებით არავინ არ იცოდა რომელზე გავიდოდა. ყველა თამაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რა და ვფიქრობ, რომ ეს სეზონი მაგით ჯობდა წინა სეზონს რა და რაც შეეხება დონის მხრივ, მე ვფიქრობ, რომ მით უმეტეს ჩვენ ლიგაში, რომელიც საკმაოდ ასე ორიენტირებულია უცხოელ მოთამაშეებზე, 3-4 მოთამაშე ყავს თითქმის დაახლოებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მოთამაშეები იყვნენ ხარისხიანები. არ იმ რომ გუნდებში არის ზოგი მოთამაშე ჩამოდის აი ვერც ის ახალგაზრდა ვერ ისწავლის იმ ამერიკელისგან ვერაფერს და ანუ დონეს ვერ წევს რა არის ბევრი ჩამოდის რაღაც stat padding-ს აკეთებს და როგორ ფიქრობ როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოუყაროს ეგ ალბათ ცოტა რთული არ კი ფინანსებზეც არის ეგ რა თქმა უნდა მაგრამ
ზოგადად ყოფილა შემთხვევა ალბათ თქვენს გქონდათ თუნჯი რომ იაფად ჩამოსულ მოთამაშეს პირიქით ძალიან გაუმართლებია ყოფილა რომ ზვირიანი მოთამაშე ჩამოსულა და უფრო არ გაუმართლებია ეხა ეგ შენ როგორც მოთამაშის პოზიციიდან ძახი და ეს პრობლემა დანახული გაქვს ჩვენ როგორც ხელმძღვანელებს ბევრად გვაწუხებს იმიტომ რომ ფული ვიშოთ ამ ეტაპზე ჩვენ და პირობითად ლეგიონერში შევძლოთ $5,000 და $7,000 გადახდა ლიგის იმიჯი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ ეს კაი მოთამაშეები ჩამოვიყვანოთ. ეს არის სამწუხარო რეალობა, რაც მე პირადად ამ 2 წლის განმავლობაში სუპერლიგაში დავაწყე. რომ რაღაც გუნდებში ნახავ რომ ყოფილა რომ დახმარება რა ვიცი, მეც გამიზავია ხოლმე, რა ბევრი რაც სანაც რომ მოწრებ ყოლია და ბევრი მოთამაშეს ვთქვამს ეგ რომ ამ ლიგაში არ ჩამარო. ანუ კომპლექსური პრობლემა არის ეგ და როგორც ლიგის მესვეურებმა, ისე ჩვენ თვითონ ყველა კლუბმა უნდა ვიზრუნოთ რომ საბოლოო ჯამში ლიგის იმიჯი ამაღლდეს ევროპაში და დაფასებული იყოს. მარტო ბოდიში და რუკებში არ ვიქეკოთ ცუდად ვიტყვი ჟარგონულად, მაგრამ რეალობა ეგაა, ჩვენ ვეძებთ რუკებს იმიტომ, რომ არ გვაქვს ბევრი ფული და ჩვენთან ნათამაშებები უკვე მიდიან აზერბაიჯანში უფრო დიდ ფულს. აი ეს არის რეალობა. იცი როგორ სიტუაცია? ხანდახან მეორადი სასაცილოში რაღაცას გაარტყამ. აი ესეთ სიტუაცია მაგრამ უფრო რა ვიცი რომ რეალურად ხა ეგ არაა დასამალი რომ ანუ სუპერლიგა ევროპაში ხა ევროპული ქვეყნებისთვის დაფასებული ლიგა არ არის. ანუ არ ითვლება კარგი ლიგად. მაგრამ ეს ახლა აი სანდრო ორი გუნდი აპირებს ბოდიში გაგაწყვეტე ორი გუნდი აპირებს წელს გასვლა თესეუსაც უნდა და ქუთაისსაც უნდა. აი იქნებ ამან ხო? ეს უკვე რაღაცა შეიძლება იყოს. ორი და სამი გუნდი რო იქნება, სადღაც მე ვფიქრობ რომ აი უკვე კიდე ხო, ნუ ეს თავდაპირველად აი თვითონ ისეთი დონეა FIBA ევროპა, ნუ რა თქმა უნდა არიან ძალიან ძლიერი გუნდებიც ბიუჯეტითაც და არიან ისეთი გუნდები, რომლებთანაც ანუ თავისუფლად შეიძლება ქუთაისს შეეძლო მოიგო მინიმუმ 3 თამაში ჯგუფში, უბრალოდ იმ ერთ თამაში ყველაფერი გააკეთეს, რომ იქნებ იმ 10 ქულიანი სხვაობით გასულიყვნენ წინ, რომ ჯგუფიდან გასულიყვნენ, თორემ ანუ სამ თამაშს როცა იგებს საქართველოს ჩემპიონი ჯგუფში. ეს ორი უცხოელით იყო ხო ქუთაისთან? და ქართველებით ეთამაშა. პირველი თამაში ხო, პირველი თამაში რო უთამაშდი იგი ქართველები იყო. ხო, ორი ტრამვები და ცოტა დაგვაკვდა მოგერა. მაინც ტურნირებზე შეიძლება სუპერლიგაში მაინც ქართველები უფრო დაწვირთო, მაგრამ ანუ რაღაც ევროტურნირზე რო გადიხარ, მაინც აუცილებლად უცხოელი აუცილებლად გჭირდება კაი დონის. რა ეხლა მე და მაშინ ხი რო უყურებით ხოლმე თამაშებს, მაგას ვიზახდი რომ აი კი ორი უცხოელი კიდე რო ყავდეს ფიქრობ რომ გავა ჯგუფიდან მეთქი რა, იმიტომ რომ არც იყო ისე ჯგუფში არ ყოფილა რა ქუთაისი რომ არ შეიძლებოდა გასვლა და ამ ორმა წელმა სადაც ეს თესეუმრას ითამაშა და ეხა ქუთაისმა დაგვანახა ის რომ სადღაც გამოჩნდა ხო რა. ჯგუფიდან გასვლა ქართულ გუნდს შეიძლება აი ძლიერი ზოგადად ეგრე ეს არ არის მის პირველ ევროპაზე გადის ხო მაგრამ აი ერთი კითხვა მიჩნდება რა აი ამასთან ერთად ეს რომ გადაიდგა ნაბიჯი და უკვე მეორე გავიდა და კიდე აგერ ორ გუნდზე არის გასვლაზე ლაპარაკი მე ბექარო იყო ჩვენთან დააფიქსირა მაშინ რომ მასაც სურდა გასვლა მაგრამ რაღაც არ მოხერხდა ფინალი როცა ითამაშა იმ წელს როგორ გესახებათ რომ ეს გუნდები გავიდნენ სისტემატიურად უკვე ევროსარბიელებზე და ჩვენ ვიყოთ კიდე იმ რეალობაში, რა რეალობაშიც დღეს არის სუპერლიგა შეფუთული და როგორ კონტენტსაც ჩვენ ვდებთ. ანუ ეს ხო არ გვაშორებს იმ რეალობიდან, იმ ევროტურნირებიდან, ჯერ ეს ხო არ უნდა მოვაწესრიგოთ და პარალელურად უფრო სწორად და მე ხო არ უნდა გავიდეთ, რომ თუნდაც იმ გუნდებმა შემოსავალი მიიღონ FIBA ევროპის თამაშებიდან გაყიდული ბილეთების სახით რა. აი ცერა დასწრება დონაცია. ჩემი აზრით ეგეც უკვე პრობლემას წარმოადგენს, იმიტომ რომ სადღაც უნდა დაიწყოს. თუ გინდ ლარი და 2 ლარი როცა იქნება ბილეთის ფასი, ანუ მან მივხვდებით რეალურად იმას, რომ აიცი რა არის, მე მივდივარ იმ თამაშზე და ანუ მე გააზრებული უნდა მქონდეს. ამ ეტაპზე ახლა ჩვენ საყვარელი გუნდი საქართველოს ის არ გამიგოს არავინ, ანუ მე რა თქმა უნდა ვარ ორბში, ქომაგობ ორბს და წლებია მოვდივარ, მაგრამ ანუ საყვარელი გუნდი იყო დინამო თბილისი, ხო? კალათბურთშიც და ნუ ფეხბურთიდან გამომდინარე იყო კალათბურთში. ანუ თუ მე ვიაზრებ იმას, რომ ქომაგო პირობითად დინამო თბილისს, მე ისიც გააზრებული უნდა მქონდეს, რომ მე იმ 5 ლარს იმისთვის ვიხდი, რომ ამ ჩემი გუნდის თამაში ვნახო. ნუ ამ ეტაპზე გუნდების დავეხმარო ჩემი გუნდს, ესე ვთქვათ, განვითარებაში რა. მე ვიხდი 5 ლარს პირობითად სანდრო სანაძის თამაშს ანახავ და მივდივარ ზესტაფონის მარგვეთის თამაშზე. მესმის რომ ძირთადად როცა მუნიციპალიტეტებიდან ხდება დაფინანსება მან წინააღმდეგობა იქნება მუნიციპალიტეტებიდან თანხის დადება ეს რაში იხდის მუნიციპალიტეტი ფულს და რატომ გვაფინანსებს მაგრამ აი აქ ქალაქში ისეთი გუნდები რომლებიც მაინც შედარებით თავისუფლად არიან
აი მაინც გონია რომ ესეთი გუნდი ხა კავკასია კი უნივერსიტეტის გუნდია, მაგრამ აი კავკასიას შეუძლია ამის გაკეთება ალბათ. რაში არის ერთ-ერთი კიდე დამოკიდებელი სუბიექტი. მე ჩემ პირადი სუბიექტური აზრია რომ მაგი ლიგასთან ერთად უნდა გადაწყდეს და თუ გავაკეთებს მარტო კავკასია მოულოდნელად ყველამ ერთად უნდა გავაკეთოს. თან სიმბოლური ფასია ხო ეს ყველა. ეს სიმბოლური არის. ზოგადად მე ვფიქრობ რომ სანამ თანხას დავადებთ რაიმეს ბილეთს პირველ ეტაპზე უნდა დაუბეჭდოთ ეს ბილეთები სპონსორების ლოგოტიპებით, მოთამაშეების სახეებით და სკოლებს და უნივერსიტეტებს საჩუქრად დაურიგოთ, რომ გაუჩინოთ მომავალ 2-3 წელიწადში სტიმული, რომ ამაში სიმბოლური თანხა გადაიხადოს. ჩემი პირადი აზრი არის ეგ, იმიტომ რომ ჩვენ რო ზანადრე ხო იყო ლარი ღირდა ხოლმე ძველ სპორტსახლში მე შეგნებულად ვიდეულობდი მაგას რა ძველ სპორტს, იმიტომ რომ სხვანაირი 1000 კაცი რო ავსებს მაგალითად ტრიბუნას და იცი რომ 5 ლარი არის შემოსავალი ჩვენ ეხლა ყველაზე მეტად რაზე მწყდება ხოლმე გული კენი კუპერი გემახსოვრება ჩვენი ლეგიონერი იყო კენი წავიდა ბუნდესლიგა 2-ში ტაიგერს ტუბინგენში და ნუ მე რაღაც მომენტში გამოუცხადეს კალათბურთელებს რომ წავიდეთ ბუნდესლიგაში ანუ ვერ გადავალთ იმიტომ რომ ფინანსებს ვერ გავწყვებით თუმცა ანუ იქ რა მომწოდა ყველაზე მეტად ანუ წლიური აბონემენტი გაიყიდაო კენისთან 800 მე გავყიდა ხო 800 მე გავყიდა ანუ კენი დაჯდა ეგ სალაროსთან იცოდნენ ახალ კალათს და 800 აბონემენტი მე თვითონ გავყიდაო და აი ეგეთი რაღაც 800 აბონემენტზე არ არის საუბარი მაგრამ როცა იცი რომ მაგალითად თამაშზე აი ჩვენ გვაქვს 10 საშინაო მატჩი და ნუ რთულია რა ამ 10 საშინაო მატჩი იცი რომ შემოსავალი საშუალოდ გაქვს 50000 ლარი იცი რომ ერთ კარგ ლეგიონერს მოაწერ ყველა ვარიანტში რა აი ძალიან კარგ ლეგიონერს მოაწერ იმიტომ რომ 5000 ლარს რო თამაზე შოულობ ნუ იქ მესჯები რაღაც ხარჯები ყველაფერს თავიდან ამბობ ზის ფული და სასტუმროს ფული რომელიც ძალიან ბევრი გვაქვს ლეგიონერს ძალიან კაი შეღავათ თავისუფლად შეიძლება მაგის დაალაგება და ჩვენ საუბრობდით იმაზე რომ რეგულარული სეზონი იყო და შეიძლება და სხვანაირად დამჯდარიყო მაგრამ სხვანაირად რომ დამჯდარიყო ჩვენ ვერ მივიღებდით სუპერლიგის ამ სეზონის საუკეთესო სერიას რომელიც იყო მარგვეცსა და გორის ივერიონს შორის. ეგ ამბები რო გაიხსენა და მე ნახევარფინალამდეც მივიღეთ. თავიდანვე ხა უკვე რო დაჯდა ისეთი ცხრილი რო გორში ხდებოდით, ვიცოდით რომ საკმაოდ რთული სერია იქნებოდა. იმიტომ რომ მეორე წრე, პირველი წრე გორს არ ქონდა ისეთი კარგი სუპერლიგაში, პირიქით უფრო მეტი წააგეს, მაგრამ მეორე წრეში ეს თქვა თავის თამაში იპოვეს, რაც შვიდი თამაში მოიგეს ზედიზედ. მერე ბოლოს 3 თამაში წააგეს გონი და მაინც ან უკვე თავდაჯერებულები იყვნენ ბევრად ვიდრე პირველ წრეში და რა თქმა უნდა ჩვენც ახლა ამისთვის თამაშობთ იდეაში რა სპორტსმენის გადმოსახედან ეგაი რომ რეგულარი სეზონი რა თქმა უნდა ის არის რაღაც მithumetes რეგიონის გუნდისთვის რაღაც სახლის უპირატესობა მოვედის უპირატესობა გქონდეს და გორთან ეგეთან არ გამოგვივიდა. გორში თან მე ის მქონდა რომ გორში სხვათა შორის რაც ანუ სუპერლიგაში გადმოვიდნენ თამაში არ მქონდა მოგებული. და ძალიან мотиваცია ჩემთვის ორმაგი იყო რომ გორთან უეჭველი და მოგვიყვება. ჩვენ პირიქით ბევრი მქონდა მოგებული. და რეალურად ისე განვითარდა მოვლენები როგორც ველოდებოდით რა. აი და პირველი თამაშის მერე როდესაც ისიც ასე თქო დაძაბულ თამაშს წავაგეთ აი იქვე გასახდელში ვიზახდით ბიჭები რომ აი მეორე თამაშს უეჭველი მოვიკებთ მეთქი რაღაც აი ძალიან გძნობდი ამ იმას რომ აი მეორე თამაში და აი მე მუხტი აი უკვე მინდოდა რომ ხო ვიცოდი რომ მეორე დღეს დასვენება იყო და აუ მე ვთქვი ნეტა მეორე დღეს ყოფილიყო რა ეს თამაში და უცებ მალე მოვიდეს ისევ ეს თამაში და ტაქტიკური ჭრილიც იყო იქ მწვრთნელების დაპირისპირება ორი ახალგაზრდა მწვრთნელი სხვა ისე ხედვებით რა მაინც ახალგაზრდული რაღაც მოდერნ ბასკეტბოლ რაღაც ხედვები აქვთ უფრო ამ ორივეს თავისუფალ თამაშს თამაშობდით და ვფიქრობ რომ გულშემატკივრისთვისაც ვინც ხა ნეიტრალური გულშემატკივარი იყო და არც მარგვერძ გულშემატკივრობდა და არც გორელი ადამიანი არ ყოფილა ვფიქრობ რომ საინტერესო სანახავი იყო რა იმიტომ რომ ატმოსფერო თვითონ როგორც გორში, ასევე ზესტაფონში იყო. ძალიან მაგარი. რეგულარულად თქვენს ახლა ბოლოს რო გეთამაშეთ, კი იყო ხალხი ჩვენთან თამაშზე მოსულა, მაგრამ აი ეს ძალიან სავსე არ იყო რა, 100 ადგილები ანაღდებული. პლეიოფში უბრალოდ ადგილი აღარ იყო რა. ანუ ეს ხმაური, ხანდახან ისეთი ხმაური იყო ხოლმე, რომ ჩვენს გვეშლებოდა ხელი რა და მე ბოლოს ის გქონდა, რომ აი ჩვენ რო უტევთ ცოტა წყარად, პირიქით დაცვაში ვიხმაუროთ და ამასაც ვაბალანსებდით ხოლმე რა და შარშან ჩვენი მარგვეთის პლეიოფზე საათ იმეუნებოდა
და გადიო დარბაზიდან ძალიან ხმაური არის. ხო არა ეპილოჯი ისეთი მე პირადად აი მაგარი. ამდენი წელი მაგ სუპერლიგაში ნათამაშები და არ ვყოფილ ვარ გუნდში არაზრუს სადაც ესეთი გულშემატკივრობა იქნებოდა რა. შემთთვის იყო აი ძალიან მაგარი და რეგიონებმა ქნეს რა ძალიან. აი ბათუმში ხო ვიყავი, მაგრამ არ დადიოდა ხალხი. ბათუმში ეხაც არ. ბათუმში ეხაც არ. ეგ გონია რომ ძალიან დიდი პრობლემაა. აი ბასკოს მერე იქ აკადემიაში აღარ დადიოდა ესე რა და დაჟე ქუთაისში არ არის იმდენი ხალხი, ეხლა ფინალზე იყო გუშინ ბევრი ხალხი ძალიან. ძალიან დიდი მადლობა ცუეთში. რეგულარულის თამაშებში. გულშემატკივრებს თვითონ ზესტაფონელ გულშემატკივრებს რო აი ეს ყოველ თამაშზე მით უმეტეს პლეიოფზე აი წავაგებდი მოგების შემთხვევაში რა თქმა უნდა, მაგრამ აი წაგების შემთხვევაში ის არის ყო რომ რაღაც ვერ მოიგეს და ახლა აღარ მივიღოთ პირიქით მეტი ხალხი მოდიოდა და დაჟე ქუთაისთან კიდევ უფრო ბევრი ხალხი იყო ვიდრე გორთან და აი უკვე იმერული დერბის ამბავი გულშემატკივრობა იყო მთელი თამაშის განმავლობაში რაღაცა. კარგი. აი წარმოვიდგინე ხე ზესტაფონს ეგ ყველაზე მეტად აკლია და რატო? ანუ ზესტაფონს წლების განმავლობაში ყავდა სუპერ საფეხბურთო გუნდი, საქართველოს ჩემპიონი ევრო ტურნირებზე. ანუ ზესტაფონს აქვს ნათამაშები, როგორ ავიღოთ, აი ევროკაფის დონის ტურნირი, ხო? იმიტომ რომ რანგით მეორე სტადიონიც ადაპტირებული ქონდა, ხო? ხო, მაშინ კი და მე უკვე აქეთ რაღაც იქ რემონტი იყო და აქ ითამაშეს ბრიუგესთან და 30000 კაცი მოვიდა ზესტაფონი ბრიუგეზე. და ეგ ნაკლებობა როცა არის მაგ ქალაქში სადაც მართლა სიგიჟე ხდებოდა სპორტი ძალიან კარგია რომ მერე სპორტი კალათბურთი გააცოცხლებს, იმიტომ რომ სამწუხაროდ ზესტაფონი მეოთხე ლიგაშია და დიდი შანსი არის რომ ან შედეგსაც რო ხედავს ეს ხალხი ეგ ხო რომ შედეგს ხედავს შენი გუნდი იგებს და შენც მოტივაცია გაქვს რომ ბალეშიკობის კულტურა გვაქვს ჩამოსაყალიბებელი, ჩვენ მაგალითად რო ვთქვათ, იქ ტყიბულთან ლიგა რომ მოვიგეთ სასწაული ხდებოდა, შარშან პლეიოფებზე სასწაული, იქ მე გუნდს დაეწყო რაღაც ჩავარდნები, ვერ დავიწყეთ სეზონი, უკვე რაღაც გულშემატკივარის გაცივდა, მოვიგეთ თამაში გულშემატკივარი. მოვიდა, ეს არის კულტურის ნაწილი, რომელიც ჩვენ მე ვფიქრობ, რომ თვითონ ლიგამ, გუნდებმა უფრო უნდა ვიმუშაოთ გულშემატკივართან, რომ ეს მაღლა ასვლა ჩავარდნა, სპორტის თამდევი საკითხია და ანუ ეს გულშემატკივრობაც უნდა გაიგოს, გაგებით მოეკიდოს და რთულ პერიოდში განსაკუთრებით არ უნდა მიატოვოს გუნდი რა და მე ვფიქრობ რომ ეს პროცესი რაღაც კარგი პოზიტიური დაწყებულია ამ რეგიონებში გაშლით ამ გუნდების და მანდაც ალბათ ეგ ჩვენზე იქნება დანარჩენი დამოკიდებული როგორ მე პირადად მაქვს კონკრეტული გეგმა ეხა მომავალ წელს რაც შეიძლება რომ ჩემ გულშემატკივრებთან რაც აკეთებდი მაგრამ რომ ეგ მგონი მარტო ეს სუპერლიგის პრობლემა ზოგადად ქართველი გულშემატკივრების პრობლემაა ნებისმიერ სპორტში სანაკრებო დონეზე იქნება თუ აი ფეხბურთშიც, კალათბურთშიც აი რაღაც თუ რაღაც წაგებები რაღაც რო იყო რაღაც ხალხი აღარ ივსებოდა ისე 10000 კაციან დარბაზზე უკვე აღარ მოდიოდა უკვე მან უფრო არაა გასაკუთრებული აი მან არის საჭირო ეს ფან-კლუბი, კომუნიკაცია, ვიღაც ლიდერები, მეტი კომპანიების ჩართულობა, დაფასება გულშემატკივრის რაღაცების გათამაშება და აი მთლიან პაკეტში რომ მოეხსნა წლები დაიხოცება ეს გულშემატკივარიც ეგეც არა აი ფეხბურთზეც ეხა ევროპის ჩემპიონატზე რო ვიყავით მეც ვიყავი ერთ თამაშში ჩეხეთთან და პირველ ტაიმში ანუ მე საერთოდ ვიჯექი ანუ იქ ისეთი ხდებოდა რომ ანუ პირველი ტაიმი თან ხო მოვიგეთ პირველ ტაიმში ბოლოს გოლი და ანუ პირველ ტაიმში ისე დავიღალეთ ხალხი გულშემატკივრობით აი პირდაპირ ვიძახ რომ მეორე ტაიმში აი ეს ტრიბუნა უკვე ესე ვიჯექით ჩუმად რა ვეღარ მან ვიძახ რომ მგონი ესე სასწაული გვაქვს ხო რა ანუ ტელეფონიც ისეთი იყო რომ მე ხარ შერამდენად გახსოვს ცოტა პატარა ხარ ჩემზე მაგრამ მე ძალიან მაგრად მახსოვს სპორტის სასახლეში ბელიგიდან ალიგაში გადმოსვლა ბილეთები გქონდა და სკამზე ვიჯექით ფინეთს მოუგეთ ეს თამაში და ამოვედით ხო ალიგაში აი რაღაცა ენით აუღწერელი ხდებოდა სპორტის სასახლე ინგრეოდა თან ეს დიდი სპორტის სასახლე თავის და აი მე შევადარე ის ემოცია აი მაშინ იმ კალათბურთის ემოციას იქ მაგრამ აი ეს ფეხბურთის კიდევ ვაფშე სხვა იყო რა ანუ იქ ევროპის ჩემპიონატზე დავიხვეწებით ნელ-ნელა ჩემთვის ვიმართებდი და მაინც ნაკრებთან და კალათბურთზე როცა მიდის საუბარი კი აქაც უკვე დიდი გამარჯვება გვაქვს მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონატზე გავედით ამ დარბაზში და აგერ ევროპაზეც გავედით მაგრამ მაინც რომ ახსენდება ის დარბაზი და იქაური ემოცია იქ ის სპორტის დარბაზი სპორტის სასახლე რომელზეც ვსაუბრობ ხო ძველი სპორტის სასახლე იქ კიდე სპანარი ამბები რაღაც ან თვითონ ეს მოედანიც კარგია რა ანუ ყველაფერს თავი დაანებო რა ყველა კუთხიდან ანუ ახლა ბევრ ადგილზეც დავარ სუპერლიგის თამაშებზეც ნაკრების თამაშებს ან თითქმის ყველა ადგილიდან კარგად ჩანს მოედანი რა ორი სახე ისეა დაკომპლექტურა ამ ახალში ისეთი ახალში არ გვაქვს ხა ეგ კიდას უყურებ ხანდახან პარკეტიც აი ფარების გეგონება აი
რომ თამაშობდი ხა რამოდენიმე თამაში მომიწია, მე ბევრი აღარ მომიწია, სუპერლიგაში უკვე რომ მე დავიწყე თამაში, უკვე სხვა დარბაზებში იყო გადასული თამაშები და 15-ში აშენდა ის ასაკი. აურად სხვანაირი იყო, იქ რო თამაშობდი რა, სხვანაირი იყო, აქ სხვანაირად აღიქმნა მაგალითად რა. არჩევაზე რო იყოს ის დარბაზი მერჩივნა რა. მოდი უფრო ისტორიული და ლეგენდარული დარბაზი არის თან რა. ჩვენ გავიაროთ ორი ამბავიც. პირველი ის რომ რა დაგაყოლა ჩემი აზრით ქუთაისთან ნახევარფინალის მოსაგებად და ფინალურ სერიად შეგვიჯამა, იმიტომ რომ ჩვენ ნაკრებზეც აუცილებლად გადავიდეთ. ნახევარფინალში რა თქმა უნდა ვფიქრობ რომ ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ის იყო რომ მოკლეს კამი ყავდა ჩემი აზრით, რომ გორთანას საკმაოდ როგორც ეგ დიდი ენერგია შევალიეთ, აღდგენა ისე სწრაფად ვეღარ ხდებოდა, იმიტომ რომ უკვე თამაშა, მაგრამ ნუ რეალურად პირველი გასული თამაში ქუთაისით კარგად იცით რომ ანუ სახლში ისეთი გუნდი იყო წინაწელს მით უმეტეს სახლში სუპერატუზით გახდა ჩემპიონი ფაქტობრივად. ანუ იქ თამაშს არ აგებდა. პირველი და მეორე თამაში დომინანტურად მოუგეთ და უკვე ჩვენი იყო ეს მოვიდნენ სუპერატესობა, უკვე რაღაც პოზიტივი ფიქრები რო შეგვილია აქ უკვე ამ გუნდის დამარცხება და აი ვფიქრობ რომ აი ეს მოკლეს გამიწვა დაგლობა და ის მაგარი გამართლება იყო ესეც რომ ხო გამართლება ის იყო რომ ვარდნოდა ბურთებს და გააგდებინა ხელი და შეაშულა გააგდებინა ეგეც იყო მაგრამ აი ამ ქუთაისთან ვფიქრობ რომ აი ბოლო მომენტებშიც აი ძალიან დაძაბული ორი ქულა რაღაცები იყო ძალიან არ გაგვიმართლა რა იმიტომ რომ კი ეს მოკლეს კამი იყო მაგრამ აი ეს არა შანსი ჰქონდათ კაცო ორი დაცვა რეალურად აი პირველ თამაშშიც ორ ქულაზე ძალიან კარგი დაცვა ვითამაშეთ და ფარს გამაზული ბურთი ისე მოხდა რომ ანუ რიბაუნდი არ წამოვიდა პირდაპირ ქვემოთ დაეცა და კაკიმ დაიჭირა ხელში და მე ზუსტად იგი ანალოგიური მომენტი იყო მეორე თამაშზე და ეს ჩარჩელი რომ მქონდა თავში ეგრევე ფარისკენ გავიქეცი ნასროლზე და სამიარზე გადმოვარდა მე ბურთი და რეალურად მაგ დაცვაშიც კარგი დაცვა მე TP ავიღეთ და თითქმის ჩვენი იყო ბურთი და რაღაც მომენტებში ძალიან არ გაგვიმართლა ბოლოში და ეს მაგიღბალმაც გვაქსია ზუკი და ჯოინერი არ ყავდათ ეგეც გამოსაყენებელი მომენტი ჩვენთანაც ჩვენ ფაქტობრივად ისე ვიყავით რომ გამთამაშებელი არ ყავდა ლელიკი არ ყავდათ ხო თქვენ არის ლელიკი არ ყავდა გამთამაშებელი ეგ არ ყავდა და ბოლო თამაში არ ყავდა ბოლოში ისე გამოვიდა რომ სეზონის პირველი ნაწილის მერე წავიდა გუნდიდან ალავით ხო ეს როტაცია მაგითაც აირია მე ეს რეალურად ეგ ის რო ჩამოვიყვანეთ ესეც პოზიციურად ესე გამთამაშებელი უფრო არ იყო უფრო სკორინგ მოთამაშე იყო სკორინგ ნომერი იყო ფიქრობდით მაგაზე სანამ კლერმოს მოვაწერდით და რაღაცა გამოვიდა რომ კლასიკურად გამთამაშებლის გარეშე ვიყავით და მით უმეტეს ბოლო თამაშზე უკვე ეგეც მოთამაშეც არ იყო უგამთამაშებლად თამაშობდით რა და ეხლა ქუთაის მაინც ოჩიკიძე ეხლა ეროვნულ ნაკრებშიც რამოდენიმე მატჩი უკვე სასტარტო თამაშა ის გამოცდილებას დააგროვა და კლასიკური პირველი ნომერი მაინც არა და ჩვენ უფრო რაც ორი ნომრებით დაკომპლექტებული გუნდი ვიყავით შემდეგ და სამწუხაროდ და მაღლების სკამი არ ყავდა რაც ქუთაისის დიდი პლუსია ხო 4 მაღალი რომელიც ეროვნულ ნაკრების დონის მოთამაშეები იყვნენ წლების განმავლობაში და ჩვენ ყავდა ერთი ცენტრი და ერთი 4 ნომერი რომელსაც მე ნამდვილად რა დიდი პატივისცემა თქვენი ორგანიზაცია ეს რო დაღლიდა ერთ მოთამაშეს და მაქსიმუმი გამოიწურა როგორია წარმოიდგინე რაც იყო შესაძლებლობები ვეტერანი მოთამაშეები რო აიღო დვალიშვილი ბექაური რაღაც ჯარიმებს აკიდებდა ჩვენ მოთამაშე და უცებ კორსა შემოდის სამწუთში უცებ დასვენებული ამის ძალიან რთული იყო რა და რეალურად აი ბოლო თამაში კორსანტიებს რაც ჩვენთან ძალიან მაგრა ითამაშა 38 ქულა რო გაგვიკეთა აი თუ ესე ძალიან დააკვირდებოდით თამაშს აი უმარტივესი ბურთები იყოს ანუ პროს ამ ჩვენ თენს ისა ენერგია აღარ ქონდა აი მოხსნა და და მართლა საუკეთესო მავეინი იყო ერთ-ერთი გამორჩეული იგი მე ვთვლი რომ ლეგიონერებში ლეგიონერებში შედიოდა რა ანუ მავეინი შედეგობრივადაც რა სტატისტიკურადაც და ჯორდანი თუ რა ტაისონი და მესამე რავი რაშის ვინაა კიდე სამი ლეგიონერებში ტაისონმა მაღლებზე ვიძახი მაგრამ კონკურენტი იყო ვინან მაღლებში ყველა შობდა მავეინი კი ერთ-ერთი აი ნუ რეალურად ეგ იყო MVP ჩემი აზრით ხა ის სამწუხაროდ არ დაიდო ადრე იდებოდა ხოლმე ხმის მიცემების ისა რა MVP ხდებოდა ეგ ხო არ იყო მაგრამ მე ვფიქრობ რომ ანუ კორსას მერე ოლსტარიც არ ქონდა კორსას მერე ჩემი აზრით აკოლი უნდა ყოფილიყო ყველა ვარიანტში მეორე ადგილზე იმიტომ რომ მარგი ქმედების კოეფიციენტი ქულები მოხსნები გუნდის შედეგი იყო ესეთი გამორჩეულზე დიდი ქონდა რა მის თამაშს. და ეს კითხვაზე კიდე რაც შეიძლება ფინალზე, ან ჩვენ თამაშიდან გამომდინარე, არა იმიტომ რომ გაუბრაზდი რომ ქუთაისზე რომ წავაგეთ ჩვენ, რატომღაც აი გუნდში როგორ ლაპარაკი რომ იყო რომ აი ფინალი და ვინ მოიგებდა, ვინ რას ფიქრობდა, პირველი ვერ მეთქვი რომ 13-ს მოიგებს ესე ვთქვა.
პირდაპირ ეგრე ვთქვი, ანუ რა თქმა უნდა ხა არავინ არ გამეთახმა არ მეგონა. არა, ეხაც არ მგონია რომ არ მოგონია. უბრალოდ ეგ პირველი იმიტომ ვთქვი პირველად ის რომ დაიღალენ თქვენთან? ჩვენთან საკმაოდ რთული თამაშები იყო. ვიცოდი რომ თამაშები 100%-ით მზად არ არის, არც დღეს არ არის 100%. არც დღეს არ არის ეთქობა ხო. და ოჩხიკიზეც როგორც გადაცემის ჩატ ფინალის წინ უკვე მოსული ქონდა ეგ ტრამა მე არა ჩვენ ფინალის წინ ქონდათ 20 წამლებს თამაში 2 დღით და მაშინ სერიის მე ჩვენ სერიის მე ჩვენთან კარგად იყო არ ვიცოდი ანუ იქაც ტრამას რო თავი დავანებოთ ის გადავერებული თამაშობს რაც სუპერლიგის რაღაც ჩვენთან 4 თამაში ყველა თამაშზე ბევრი დრო 2-22 წამლები და ანუ აღდგენა დასვენება არ გაქვს და პირველი ეგ იყო რამაც მიბიზგაროთ ესეუ შედარებით ასე ვთქვათ მარტივად იყო გამოსული და არ ქონდა ფული ბადე პატივისცემა ორივე გუნდს არა იქ რაშთანაც და დელტასთანაც ძალიან განსხვავება იგრძნობოდა ძალიან არა მე თუ მკითხავ გუშინ ახლა დიდი იყო შანსი რომ ქუთაისს მოეგო ტომას როის სამი ენერგია ჩაიგდო მაგრამ რომ მოეგო დიდ ფსიქოლოგიურ პრესს მიიღებდა ისეთი თამაში და მან ფიქრობდი რომ ეხლა ხო ვთქვით რომ 3-0 უნდა ეხლა იქით 3-1 ძალიან დიდ იმას ეკრება მაგრამ აი მაინც 3-მა მოიგეს და ქუთაისს სხვადასხვა აი წინა წელს მაგალითად რაში რო თამაშობდი ყველა ჩვენ მოვუგეთ ქუთაისს ორი თამაში თბილისში არ ვიცი ხა წელს როგორ იქნება მაგრამ წინა და საერთოდ ვერ თამაშობდა ქუთაისი თბილისში ნუ თავის დარბაზში ძალიან მაგრად თამაშობდნენ სულ თბილისში იყო ძალიან სულ თამაში. ეს აბანკია მაქსიმუმ. ჩვენ თამაშობთ სხვადასხვა თავის დარბაზში პირველ წრეში პირველი თამაში ძალიან კარგად. თბილისში ჩემპიონატის პირველ ტაიმში. ლიკლიკა რო კარგად იყო რა და როგორც კი ლიკლიკას ატკივდა და გათამაშება. ნახოთ რა ჩემი პროგნოზი თუ გამართება ეს. ნახოთ საინტერესო პროგნოზია მართლა. და ფინალს არ უხდება რა 3-0. ერთი თამაში თვად ისე შეიძლება ქუთაისელების თავარი ოცნება ის იქნება აქ ორი თამაში მოიგო და მეორე იქ დაბრუნდნენ მაგრამ ძალიან მაგრად თამაშობს გიორგი ცინცაძე კიდევ ერთხელ ძალიან კარიერის ბოლო სეზონში ყველაზე საწყენი რა არის როცა ესეთი მოთამაშეები კარიერას ამთავრებენ ხოლმე არის საჭიროა ხოლმე რაღაც რა შიდა კადრების გადაღება არ ვიცი ხა იღებს თუ არა თესეომანა როგორც last dance შეიძლება იყოს ესეთი გამოდის გიორგი ცინცაძესთვის რა წლევანდელი სეზონიდან შეიძლებოდა ალბათ ამ კადრების გადაღება და ამისთვის მეტი ყურადღების დაცმობა შეიძლება თუ არის ძალიან მაგრად გაასწორებს იმიტომ რომ კარიერას ამთავრებს 2-0 აქვს წამოღებული და ეროვნულ ნაკრებზეც გადავიდეთ ალბათ ხო აუცილებლად და მაინტერესებს ჯერ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა რო შეაფასო, მაგრამ პლუს ამას რა იყო შენ ძმასთან ერთად რო გახვედი ნაკრების ფორმით მოედანზე პარკეტში. ამ ევროპის ჩემპიონატზე გასვლაზე რო ვთქვა, მე ვფიქრობ, რომ ეს თამაში ამ დანიასთან იყო საქართველოს ისტორიაში, საქართველოში რაც ჩაგვეტარებია, ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში. იმიტომ რომ ეს ამ ევროპა ეს წაგება თქვა. ციკლი წყდებოდა. ეს პირველ რიგში ეს ჩვენი ეს 5 ზედიზე თქონა და მე 6-ე უკვე აღარ იქნებოდა და ეს ციკლი შეგვიწყდებოდა. უკვე მე თუ ვერ გავიდოდით, უკვე როგორი ამბავია, რომ შემდეგი ევროპა უკვე 4 წელიწადში შორს არის, უკვე შერმადინი კარიერას დაამთავრებდა, არიან გუნდში კიდე ასაკობრივი ევროპაზე თამაშები არ ვიცი უკვე ანუ თუ არა. ეჭქვეში დგა ის, რომ შემდეგ ევროპაზე უკვე ჩვენ ვარ საერთოდ რამდენი წელი ვერ გავიდოდით, ან გავიდოდით თუ არა, ანუ არავინ არ იცის უკვე რა ნაკრები გვეყოლებოდა მომავალ ევროპის ჩემპიონატზე რა. ამ კუთხიდან ძალიან მნიშვნელოვანი იყო მომავლის კუთხით და უშუალოდ იმის კუთხით, რომ რა თქმა უნდა ყოველას უნდა გაგრძელებულიყო ეს ტრადიცია, რომელიც ამდენი წელი უკვე დაინერგა და გულშემატკივრებიც უკვე მიეჩვია. ისე არის, რომ აი რო ვერ გავსულიყავით ევროპაზე, ძალიან დიდი პრობლემა იყო რეალურად გულშემატკივრებში, ხო? რეალურად კი 5 წელი გავედით, ერთხელ რო ჩაგივარდეს რა მოხდა, მაგრამ თამასა ისე აწია საქართველოს ნაკრებმა კალათბურთში, რომ ევროპაზე ვერ გასვლა უკვე ძალიან ცუდი შედეგი არის რა და ამ თამაშის დაგდება რა თქმა უნდა არავის არ უნდოდა და ეს ბოლო ევროპის თამაშიც ყოველას უნდოდა თავში ბავშვთა კალათბურთსაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ეს ფეხბურთს რა თქმა უნდა ძალიან დიდი წარმატება და ხა აღმასვლის პერიოდი აქვს და უკვე ბავშვებზე ძალიან აისახა და ძალიან ბევრი ბავშვი გადავიდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამ შემთხვევაში ეს შედეგი გაემოერებია რომ რაღაცნაირად თავისი დონე, სადაც უნდა იყოს კალათბურთი და ის ბავშვების სიმრავლით შესაბამისად მეტი ბავშვიდან, მეტი ტალანტიდან ნაკრები მეჩევსებას მიიღებს. ეს ტენდენცია რაც არის ეხა და ცოტა გამოსასწორებელი ამ ბოლო 2 წელიწადში,
გაგრძელდეს რა ესე ვთქვა და აი ამ კუთხით მე არანაკლებ მნიშვნელოვნად მივიჩნევ რომ ეს ბავშვებისგან შეიძლება მომავალში მივიღოთ რა და თან ჩემთვისაც მაინც ორმაგად ემოციური იყო კი იმ თამაში 12 წელში არ ვიყავი არ იყავი შენ 12 წელში არ ვიყავი ისეთი ის იყო რომ სტრელს თამაშის წინა დღეს მითხრა ეგ რომ არ ვიქნებოდი უბრალოდ ის ქონდა რომ სრულწმენა მაქვს რომ იგივე გუნდი უნდა მყავდეს წინა თამაშები ვით ის მოვიგეო და სხვა მიზეზი არ არსებობს ის გამოს 12 წელში არ იქნებოდა ნუ მე ხილებსაც აზე ხარ არა რა თქმა უნდა ყველას მოთამაშეებს რომ ეს რაღაც სრულწმენები ყველას აქვს რა და ნატალი რო კომარობდა აქ ეს რომ დაილაგები ხო ყველას თავისი რაღაც ის აქვს და ნუ აი და მით უმეტეს ხა გვერდზე რო ზიხარ იქ და ამ ხელა ისედაც სულ ნერვიულობდი ხოლმე ხა ნაკრების თამაში შემოსარო არ ყოფილა რომ აი არხენად მეყურებიან თან ის მომენტში რომ აი დუდამ იმ ბოლო წუთებში როგორც ითამაშა იქ სამიანი ჩავდგა მე გადამწყვეტი ბურთი რო ჩავდგა რომ ემოციურად ჩემთვის აი როგორც გულშემატკივარს ხო რა თქმა უნდა გქონდათ ყველას მაგრამ ჩემთვის მე დაადვირთვა 2-3 მაგათ გქონდა არ ვიცი როგორ ხდება მე არ ვიცი მე დავაწერე ალბათ დუდასანაძე ამ ბურთს სახში წაიღებს მეთქი არ ვიცი გონი არ წამოუვიდა არ უნდა წაიღო ანუ ისე მე თასი წლის მერე გაიყიდებოდა აი ევროპაზე გამყვანი ბურთი და ფიბას წესი როგორია ანუ თამაშის მერე ძირთადად ისე ხდება ხოლმე ხე ჰეტრიკს ვინც ასრულებს ბურთი მიაქვს ხოლმე ალბათ შემგონი მე მგონი მაგდენი ბურთი არა შეიძლება არ იყოს მაგდენი ბურთი შეიძლება ერთი 10 თამაშის მერე ბურთი არ აქვს ეგ ისტორიული ბურთი იყო და შეიძლება წამოღება ყველა ვარიანტი. რაც შეეხება ახლა თქვა დებიუსად შემდაკრებში ყოლას ძალიან ბევრი წელი ველოდებოდი ამ შანსს და ძალიან ბევრი შრომობდი ყოველთვის რაც რეალურად პროფესიონალი კალათბურთი გადავწყვეტე რომ პროფესიულ დონეზე უნდა მეთამაშე კალათბურთი იმ ბავშვობიდან ბევრჯერ ვთქვი და აქაც გამეორდები რომ პირველი მიზანი ჩემი ეს იყო რომ ნაკრებში უნდა მეთამაშა შემძმასთან ერთად რა აი ეს იყო რაღაც ისეთი მიზეზი აი კარიერა ისე დამამთავრებინა რომ ეს არ მომხდარიყო ანუ არ ვიცი რა ძალიან სუდი იქნებოდა ჩემთვის და უბედნიერესი ვიყავი იმ წუთებში მით უმეტეს სერბეთის ნაკრებთან მომიწია ხო დებიუტი არ იყო ისეთი სერბი გულშემატკივრები და იმ მომენტში თან მე რომ მოვიდა სერბეთში თამაშის გამოსვლები ჩემპიონატში გქონდა ხო? კი, სერბეთში იყო. არ მომნია რომ იქაც მარტივი ყოფილიყო, იქ ხომაგობა ისე. მაგაზეც ვკითხავთ მე. კი და მით უმეტეს თან რო დაიწყო თამაში, ანუ თუ სწორად მახსოვს, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ რეალობობით ეგ იყო პირველივე შეცვლა მე შემიყვანა თუ სწორად მახსოვს რა. და რო დამიძახა, ანუ მეც ხა ძალიან ემოციურად უცებ რა იყო შევდიხარ, მაგრამ ეს დრო დადგა და დუდა გამოვცვალე რა, რაღაც ცოტა სიმბოლურად დაემთხვა რაღაცა. იმ მომენტში ვერ გავიზიარეთ სამწუხაროდ მოვედანი და მე როგორ შემდეგ შეცვლაზე უკვე ერთად მოგიწევ. აუ ძალიან მაგარი შეიძლება რა სიტყვებით რთულია ხოლმე ხანდახან რო ესე ბევრს მითხავს ეს ყველას თითქოს ყველა მაგას მეკითხებოდა და ვერ გადმოვცემ რა ამ ემოციებს იმ მომენტში რაც მქონდა თუნდაც თამაშის მერე და უბრალოდ აი ნაკრების წევრი რო ხარ ეს არს ნიშნავს შენთვის ძალიან დიდი რაღაცა და სიტყვებით რთულია რაღაც ყველა ეს ემოცია ვთქვა. ტრიოს თუ ვიხილოთ ნიკუშაძეც ვითხარი, ნიკუშა ეხა დაგვიბრუნება ცოტა ხანში საქართველოში ჩამოვა, მათაც მოურჩება სეზონი. საბოლოოდ ჩამოდის? არ ვიცით ჯერ, მაგრამ დიდი ალბათობით არა. ისე გვინდა რომ ან ესპანეთში ან ამერიკისკენ ან ჯერ არ ვიცი ხა ზუსტად რა, მაგრამ რაღაც მოლაპარაკებები აგენტებთან რაღაც საუბრები მიდის რომ მისთვის ისეთ ადგილზე წავიდეს განვითარებისთვის მაქსიმალურად კარგი რო იყოს წელს რასაც თვითონ ვიდეოებს აგზავნი და უყურებდით რაღაცეებს სტატისტიკებს ვნახულობდით საკმაოდ პროგრესირებადი სეზონი ქონდა დაჟე წინა წელთან შედარებით და ანუ როგორც ისახი არის სუფთა პირველ ნომერში. პირველ ნომერის თამაშობს თან საცია არის და ჩვენ ხა ყველა მარჯვენა ვართ ოჯახში და ეს საციაა და მარცხენა მოთამაშეები უფრო რთული და სჭერები არიან ხოლმე ყოველთვის კალათბურთში და ყველა სპორტში. საკმაოდ პოტენციალი აქვს და იმედია რომ ისეთი მოხდება რომ სამი სანაზე ვითამაშებთ ერთად რაღაც იმ ერთ მომენტში და რაღაც ამ ისტორიას დავწერთ რა ეგ გვინდა ძალიან. პირველი ძმები იმედია ეს ყველაფერი გამოვა. ანუ დუეტები არის ყოფილა. ო ბოისები. სამი არ ყოფილა. სამი არ. და იმედია მეც რა დუდაჯე იქნება ნაკრებში მეც და ნიკუშაც წამოგვეწევა. დუდა ჯამთელობა როგორ არის? კარგად ყველაფერი ხა ითამაშა ხო მე რო წავიდა კლუბში სეზონი და დაამთავრა ხო? კი რაღაცა მანდ როგორ არის ეს რაღაცა რეალურად ვერ დაუმუღამეწესი რა მოკლე რაღაცებს თამაშობენ ხო? ბევრ თასს თამაშობენ რა რაღაც იმის კაპა როგორ არის მეფის თასი მეფე აბდულას თასი მეფე ჯაჰარ ძალიან ბევრი ტურნირები არის
და ეხაც უნდა უკვე ჩამოსული იყო წესით და ეხა და დაიწყო პრინცი აბდულას რაღაც თასი ჩაუნიშნეს კიდე და იმას ითამაშებენ და წესით თვის ბოლოს უკვე უნდა ჩამოვიდეს. აი, მართლა ეგ საინტერესოა. რა ყველაფერი კარგად და მისი ის გონება და ისიც მომზადებულია უკვე რომ ალბათ ამ გადაცემას უყურებთ და ველოდებით ჩვენთან ხო, ეხლა ნაკრების ბიჭები ნელ-ნელა ჩამოვლენ და ზოგადად ცოტა შეიძლება რომ სანაკრებო ცოტა დასვენება რაღაც გადავიწყოთ და უკვე ჯანმრთელობა მთავარია ეს იყოს რა რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხო ყველა ჯეროთ ივლისში იწყება ხო მე მგონი სანაკრებო შეკრება ივლისის ბოლოს იწყება თუ არ ზუსტად რიცხვი არ მახსოვს მაგრამ ივლისის ბოლოს იწყება ტრეინინგ კემპი რა მოსამზადებელი ეტაპი და მე როქ ეს ერთი თუ იქნება რაღაც აგვისტოს შუაში და სექტემბრის შუაში მთავრდება ევროპა ხო ევროპა პირველი თამაში მგონი 28-ში 29-ში აგვისტოს ბოლოს ხო სექტემბერში ხო სულ ეგრე არის ხოლმე აგვისტოს ბოლოს იწყება და სექტემბერში შუაში მთავრდება ორკვირიანი მონაკვეთია რა სამკვირიანი ევროპაზეც იმედია რომ რაღაც ისტორიულ შედეგს ხო თან ყველა NBA-ის ბიჭებიც იქნებიან თოკო ჯამთელი იქნება რავი ეს ბოლდუინმაც ვარჯიში დაიწყო როგორც დაიწერა და მე მგონი ითამაშა ხო უკვე პირველი თამაშიც კი ბასკონიაში ითამაშა ბოლდუინმა კომენტარიც გააკეთა ის პანო მედიასთან რომ დიდი იმედი მოხს რომ ნაკრებთან ერთად ვითამაშებო ხო რავი რაც გამოჩნდა ნამდვილად რავი ძალიან კარგად მოერგო უკვე ნაკრებს და იმედია უკეთესი ის რაც გჭირდებოდა ამდენი წელს განმავლობაში გამთამაშებელი რაც არ იყო გამთამაშებელი და თან შემსრულებელი იმიტომ რომ სულ იყო რომ აი მაინც პირველი ნომერი გჭირდებოდა და ჩამოდიოდა უფრო ორი ნომრის სტილის მოთამაშე და ეს არის პირველი ნომერი რა და თან ინდივიდუალურად ძალიან ძლიერია მაინც მე ვთამაშებდი ბოლოს ისრაელს ვეთამაშებით 4 აგვისტოს ამ ხანაში შეხვედრას ვაფრთხილებს. საინტერესოა. ხო ეს ამ ხანაგურები იქნება ამ ხანაგურები რამდენიმე ალბათ და მე უკვე ძალიან რთული კალენდარი. პირველ სამძლიერ მეტოქეს მოვილევთ და მე ვთამაშობთ კვიპროსთან და რატომ გააკეთეს ეგრეთ არ ვიცი, მაგრამ ანუ ყველა თამაში გვაქვს, ანუ ისევ იგივე კალენდარია, 6 დღეში, 7 დღეში 5 თამაშს თამაშობთ. იგივეა. აუ ზუსტად არ მახსოვს ახლა შესაძლოა შეგიყვანა. რა რა 4 დღეში თამაშობთ 3 თამაშს, პირველ 3 და მე მგონი დასვენებები. და მე არის დასვენებებით რა. მაგრამ ის არ ყველა თამაში გვაქვს, ანუ დღის პირველი თამაში არის ყოველთვის ჩვენი ჯგუფის და ერთი თამაში კვიპროს რო ვეთამაშებით, ის არის მარტო საღამოს, იმიტომ რომ ისინი საღამოს თამაშობენ. ეგეც რაღაც ისა არის, ანუ პირველი თამაში როა შენი ხანდახან რაც თქმა უნდა გახსნა და დათურთვა არის, კი. ვაი, კალენდარს რო ჩავხედოთ ეხლა ჩვენ მაგრამ ხო რა ვიცი, ესე ჩვენ ეს ყველა თუ ჯანმრთელად და ფორმის პიკში იქნება. კი, ნამდვილად ჯგუფიდან უნდა გავიდეთ როგორც მინიმუმ და მე რა. არც ერთ ნაკრებთან ესე აუთსაიდერი არ ვიქნებით, იმიტომ რომ თუნდაც აი თუნდაც ეს იტალია არ არის ახლა ისეთი იტალია, რო ვთქვათ, რომ მოუგებელი. აი ხუთეულიც რო ავიღოთ, ისეთი ხუთეული გვიწევს, რომ იქნება ჩვენ ნაკრებში, რომ ხო რა ვიცი. ერთი ბევრი მაიოცნებს ეგეთ თუ დაიმატეს შეიძლება მე რა კიდევ. მე თუ დაიმატეს დივინჩენცოზე იყო მე მგონი. ეს იტალიაზე? რა საუბარი. ხო, არის კი, ნამდვილად. 28-ში არის საქართველოს ესპანეთი, 30-ში იტალია საქართველო და 31-ში არის საქართველოს საბერძნეთი. დატვირთული აგვისტოს, ხელი აგვისტო სექტემბერი გვექნება. ის გვაქვს ხოლმე რომ ანუ კალათბურთში ეს group of death რო არის, სულ ჩვენ ხვდებით ეგ ჯგუფში რა, ეს სიკვდილის ჯგუფი ყოველთვის ჩვენი არის. გვიმართლეს. აქაც ესია რა, ანუ ბოსნია ძალიან ძლიერი გუნდი არის, ეხლა არის ძალიან. ევროლიგის MVP ზანან მუსა და ნურკიჩი კიდე NBA-დან და ის მოთამაშეები, ეს ვთქვათ, role player-ები უფრო არიან და არ არიან პირველი ხარისხის მოთამაშეები. ძალიან მაგალ დონის ლიგებში თამაშობენ. კი, არის ხო. აბა ლიგიდან დაწყებული საკალათბურთო ქვეყანა არის და თან არიან ფიზიკურად მაღალი და ძალიან ჯანიანი მოთამაშეები ყავთ სულ და ეგეთ გუნდებთან არასდროს არ არის მარტივი თამაში. კი, და არავის არა, ეხლა იქ მეტოქის რაღაც ნაკლებად შეფასება, რავი, დაღუპვა იქნება რა. ერთ-ერთი ესე აუტსაიდერად ვინც ითვლება არის ხო, რომ ალბათ კვიპროსი ცდილობს რომ დაიმატოს საშა ვეზენკოვი. ხოაცა არ არის ხო, ფიბას რაღაც წესი ყოფილა რომ თუ რაღაცა ეს მოთამაშე თუ წვილს შეიტანს ამ კონკრეტულ ქვეყანაში, აი კვიპროსის კალათბურთით არ გამოირჩევა, ამ კონკრეტულ ქვეყანაში კალათბურთის განვითარებაში მაშინ შეიძლება დათანხმდნენ იმას, რომ რადგანაც ბულგარეთი ვერ გავიდა, საშა ვეზენკოვი დაემატოთ ამათ და საუბარი არის ასევე იმაზე, რომ კიდევ ერთი კალათბურთელი დაიმატოს. ევროპაში მასე ორი არა, ვერც ვეზენკოვი ვერ უშველი, ჩემი აზრით რა, რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში ჯადოქარი არ არის ვეზენკოვი. ისეთი გამოდის გუნდი კვიპროსი, რომ ყველა თამაში უნდა წააგონ წესით და რიგით. ევროპის ჩემპიონატი არ ვიცი რა ქვეყანა სითბო იქნება, კარგი ამინდები და ჩვენთვის მაინც კარგი იყო რომ ქართული ხალხისთვის მარტივია. ახლა
გაჩვლა და და ბევრი ქართველი ჩავა იქ საბერძნეთიდან საქართველოსდანაც და ეს გულშემატკივრობა არ მოაკლდება ვფიქრობ საქართველოს ნაკრებს. მოკლედ საინტერესო იქნება ნამდვილად ყველაფერი. ერთი ტოპ 5 დაგვიტოვე შენი ამ სეზონის, აი ხო ყველას ვეუბნებით გამორჩეულ კალათბურთელებს. ცოტა ისეთი ახლა ამ სეზონის ტოპ 5 დაგვიტოვე სუპერლიგის და დავამთავროთ. ტოპ 5, აი რა, მაგრამ ეს სუპერლიგის ტოპ 5-ზე ნაღდათ არ მიფიქრი. მოდი მაშინ ყველა დროის. ხო, ეს ტოპ 5 მოთამაშე. ვიფიქროთ სუპერლიგისაც საინტერესო იქნება ისე. ვიღოთ ქართველები ან ამერიკელები ხო? მოდი ავიღოთ თუ გინდა მაშინ ქართველები. რთული არის ისე. ძირთად ბიგმენებზე ძირთად ვიცი, რომ მარტივი არის უფრო რა და აი პატარებზე იყოს სხვადასხვა ძალიან დიდი კონკურენცია რა. აი კორსა იმ გადაცემაში რომელიც არ გავიდა მაგრამ შემდგომში კორსას გადაცემაში კორსაც ძალიან გაუჭირდა, კარგი ხანს იფიქრა და ერთი 10 წუთი მაგალითად. ხო, ანუ რთულია რა. აი მოდი მაშინ ესე ვქნათ, რომ ლეგენდა არის კარიერას ახლა როგორც თქვენგან გავიგეს არ ვიცოდი ესე ბოლოს საათ არის სუპერლიგაში დავაყენებდი მაინც პირველ ნომერზე იმიტომ რომ რაც არ უნდა ხასაკში იყოს ცინცაზე მაგალითად მოთამაშე საქართველოში არა ბოლოს ვიტყვი ორ ნომერზე ვის დავაყენებდი სამზე დავაყენებდი სულ ბიგმენები თვითამაშებდი ფევას იმიტომ რომ შეუულია გუნდელების ვიყავით და შეუულია სამოსთამაში 4-ზე დავაყენებდი კორსას და 5-ზე ჩემ გუნდელს აკოლმეივინს და ამ გუნდთან ერთად ძალიან დიდი სიამოვნებით თამაშობდი მეც და ოლონოზე მედავდგებოდი. შვენიერი გადაწყვეტილება. სანდრო, მადლობა ძალიან დიდი. წარმატებას გისურვებ. ისეთი ვარჯიშები გქონოდეს, რომ ჯიკიც გადაწყვეტილება მიიღოს და იმ ხალხში შეიყვანე, ვინც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, ამას გისურვებ. ჩვენ დაგემშვიდობებით, ველოდებით უკვე მომდევნო სტუმარს, ის გადაცემა, რომელიც არ გავიდა, შემდგომში უკვე ნამდვილად გავა და კორსა არის ჩვენი მომდევნო სტუმარი და საინტერესო რა ხასიათზე იქნება სუპერლიგის ფინალების მერე და. ახლა ყველა მომავალ შეხვედრამდე. წარმატებით. მადლობა.